რის ხილვას ველოდით ამ ორ ამხანაგურ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებიდან და რეალურად რა ვნახეთ? რა იყო დადებითი, რა იყო უარყოფითი? ორი მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა, რომელთა გამოსწორებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება ივნისის ამხანაგური შეხვედრებისთვის, რადგან თუ ეს არ მოხდა, უკვე სექტემბერში ერთა ლიგაზე სერიოზული პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით. შანსი ძალიან რეალურია, ყველაფერი ჩვენს ხელშია, თუმცა ამ ყველაფერს ჭირდება გამოყენება. პესიმისტურად საქმე ნამდვილად არ გვაქვს. სრულწლიანი საქართველოს ნაკრების მატჩების ანალიზით დაბრუნდა. გათამაშება ისევ ჩვენთანა, ბოლოსკენ მაისურებს გავათამაშებთ ტრადიციულად და გეტყვით რომ 1500 გამომწერი გვაკლია 50000-მდე და დაგვეხმარეთ რომ 50000 გამომწერამდე ავიდეთ და როგორც კი ეს მოხდება PlayStation 5-საც გავათამაშებთ. ასე რომ ბოლომდე უყურეთ დღევანდელ ვიდეოს, დაალაიქეთ და უკვე წავედით ტაქტიკურ ანალიზზე. პირველი ახლა რაც მინდა აუცილებლად გაჩვენოთ ვილის ანიოლის აღიარება, სასიამოვნო მოსასმენი იყო, კარგი იყო, 3 ცველს რო დაუბრუნდით, ანუ 5-3-2-ს პრეს-კონფერენციაზე ეს ყველაფერი ჩემთვის პირადად ბოლოდნელი იყო, 100 პირდაპირ თუ იტყო და ვილი და მოდი ახლა განახებთ რა და როგორ თქვა ჩვენოთ ჩვენმა. 3 ცველიან ტაქტიკას დაუბრუნდით, რადგან ვფიქრობ სექტემბერმა, ოქტომბერმა და ნოემბერმა დამანახა რომ 4 მცველით სათამაშოდ მზად არ ვიყავით. ვფიქრობ 3 მცველი დაცვაში მეტ სტაბილურობას გვაძლევს, შესაბამისად არ ამგონია ივნისში რაიმე შევცვალოთ. ძალიან მესიამოვნა ეს განცხადება, ცოტათი ბეწყინა, იმიტომ რომ ცოცხლიანს ვინც უყურებთ, ჩვენი community, ანუ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ცოცხლიანის მაყურებლები, სხვა ჩემი კოლეგები, მოკლედ ყველა ვიყავით ამ აზრზე, რომ 5-3-2 მოსაშლელი და დასავიწყებელი არ იყო, არ შეგვეძლო, ჯერ იმ დონის ცველები არ გვყავს, სამწუხაროდ რომ 4-3-3-ს გავუთამავდეთ და გავშინაურდეთ. ვინც ხართ, სრულწლიანის მაყურებელი, ვინც არა, შეგიძლიათ წინა ვიდეოები ჩართოთ, ნახოთ მარტივად, რამდენი მატჩის წინა ანალიზი შემოგთავაზეთ, რომ არ უნდა გვეთამაშა 4 მცველით და რა და როგორ უნდა გაკეთებულიყო. ყოველ ჯერზე კისერი წავიტეხეთ და ანუ საქართველოს ნაკრებმა რა ცუდადად ჩაატარა წინა ციკლი, ეს ვნახეთ. კარგია რომ ახლა მაინც მიხვდა ჩვენი სამწუხარო შტაბი ამას და დაუბრუნდით იმ ნაცად გეგმას, რომელმაც ევრო 2024-ზე გაგვიყვანა. ახლა გადავიდეთ უკვე პირველ შეხვედრაზე ისრაელთან, რას ველოდით, რა ვნახეთ და მოკლედ რა და როგორ იყო საინტერესო დეტალები მაქვს თქვენთვის მზად. პირველი რაც უნდა აღინიშნოს არის შემადგენლობა და რატო გაგვიჭირდა ბურთის ამოტანა და რატომ გაგვითამამდა ისრაელის ნაკრები, რომელსაც ერთი შეხედვით ფურცელზე სუსტი მეტოქე ჩანდა, თუმცა საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. მაღალი დონის შეხვედრები ჩავუტა ბელგიას მოუგო, მართალია სუსტია ბელგია, მაგრამ მოუგო საფრანგეთთან რამდენიმე ისეთი მნიშვნელოვანი ფრეაქთან თამაშები და ზოგადად საბოლოო შედეგს ვერ აღწევენ, აი ეგეთ ჩვენ გვგავს რა, ისრაელის ნაკრები დაახლოებით ჩვენი ტიპის გუნდი არის, მაგრამ ვარსკვლავების გამოკლების. საკმაოდ პრაგმატია, თუმცა გუნდურ ფეხბურთს თამაშობენ, პრესინგი, ბურთის კონტროლი გამოსდით და ჩვენ რა გავაკეთეთ არასწორად. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა. ჩაკვეთაზე ტოვებთ ამ შეხვედრას, ვითამაშეთ 3-5-2, როგორც ვილი აღნიშნა, დაუბრუნდით ამ სქემას და კიტეიშვილი ერთ-ერთი ნახევარმცველი, რომელიც ბურთთან შენობით საუბრობს, ყველა ველოდით რომ კიტეზე იქნებოდა აგებული ნახევარდაცვა და ის შეეცდებოდა ბურთის მიტანას ხვიჩამდე და ჟორჟამდე. ჯერ მოდი ფოტოებს შეხედეთ, რა პოზიციაზე იდგა კიტეიშვილი, როდესაც საქართველოს ნაკრები იწყებდა შეტევებს. ანუ 3 მცველი ხო არის უკან განლაგებული. ეს ანუ ამარტივებს ბურთის ამოტანას და მიგაქვს საყრდენებამდე. საყრდენებად იდგნენ მექობიშვილი და გაგნიძე, კიტეიშვილს ხედავთ არის ფორვარდის უკან, ანუ მიქაუტაძესთან ძალიან ახლოს იყო ფაქტობრივად მეორე ფორვარდს თამაშობდა 11 ნომერს, რაც ცოტა გაუგებარი ეს შეცდომა არ უნდა გამიორდეს, იმიტომ რომ როცა მეტოქე ამ ხელა სივრცეს გიტოვებს და ესეთი შემსრულებლები გყავს, რომლებიც ძალიან კარგ ფორმაში არიან და შენი მთავარი კაცი, ვინც ბურთის დაჭერაზე და თამაშის ტემპის კონტროლზე არის, ასე ვთქვათ, ეკაცია გარანტორი, არ უნდა მიამაგრო 9 ნომერ ზურგს უკან. ზურიკოს რო ეთამაშა იქან სხვას, ან თუნდაც გიზი მამაგეიშვილს, რომელიც ძალიან კარგი შევსებაა საქართველოს ნაკრებისთვის. ამ მატჩში კიდევ ერთხელ დებიუტანტი მამაგეიშვილი იყო ვინგბეკად, ჯერ ანუ არ არიან კარგად შეთამაშებულები, საერთოდ არ არის გიზის პოზიცია, ეგ ამაზე მოგვიანებით გავშვი ამ თემას. და ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ ცენტრი დავკარგეთ, მარჯვენა ფლანგიდან ვერ უტევდით და ძალიან პროგნოზირებადი იყო მარცხნიდან ჩვენი იერიშები. ეს ყველაფერი კადრებშიც ნახეთ თქვენ და თქვენი აზრი მაინტერესებს, ანუ რამდენად შეამჩნიეთ ეს პრობლემა და რამდენად მეთანხმებით ამ საკითხში. როდესაც სრული შემადგენლობით ვართ და სრული იდილია, ასე ვთქვათ, ჩვენს ნახევარდაცვაში, ვგულისხმობ კიტეს პლუს ჩაკვე, ნუ გვახსოვს ეს ყველაფერი, ცოცხლიანში ბევრჯერ გინახავთ, კიდე განახებთ ამ კადრებს, რა მარტივად ამოგვაქვს ბურთი და როგორ ასე ვთქვათ, დაბალი ბლოკით
ორივე მათგანი სიღრმიდან მოქმედებს და საკუთარი ნახევრიდან შლით შეტევებს. და ეს იყო ძალიან უცნაური, რომ ამ ორიდან ერთ-ერთი ტრავმირებული იყო, ერთი მათგანი იყო ძირითადში და ისიც ძალიან წინ ავწიეთ და საკუთარ ნახევარზე არ მოქმედებდა. ძალიან ლოგიკური იყო ის, რაც ვნახეთ. ჩემთვის პირადად მოულოდნელობა ეს არ ყოფილა. იმიტომ რომ იქნა ტაქტიკურად დაშვებული შეცდომა. ბერიაშვილის თამაშს მინდა შევეხო, ახალი ცენტრალური მცველი, საკმაოდ ნორმალურად ითამაშა, ჰქონდა კარგი მომენტებიც რაღაც ეპიზოდებში შეცდა, მაგრამ ეს პროცესი არის, ჩვეულებრივი ამბავი, ფეხბურთია. მივესალმები ამას ზოგადად რომ ბერიაშვილი და გადრანი გამოსცადა სანიოლო, იმიტომ რომ ესეთი თამაშები სად და ამხანაგურში ისრაელთან და ლიეტუვასთან ახალ კადრებს უნდა მისცე საშუალება იგივე. იეგოიანს ველოდით მაგალითად ნაკრებში ცოტნე კაპანაძეს სქვებს. ზოგადად რაც ვნახეთ, ანუ არ უნდა დაუკარგოთ, კარგია, ვინც ვერ ვნახეთ და უნდა გვენახა, ამაზე ცოტა ხანში ამ თემას შევეხები აუცილებლად. ბერიაშვილზე ანუ რა უნდა თქვა, ორ კადრს განახებთ, ორი გამორჩეული მომენტი იყო. პირველი ეს გადაცემა, რომელიც საკუთარი ნახევრიდან შეასრულა წიტაიშვილის მისამართით, ძალიან მაგარი გრძელი პასი იყო და ცენტრალურ მცველს ესეთი პასი და მოედნის ხედვა არ უნდა დაუკარგო. კარგია თუ ესეთ პასებს მომავალშიც გააგრძელებს და მეორე მომენტი იყო, როცა წიტაიშვილმა უკან დაკარგა თავისი კაცი და ერთი-ერთი რჩებოდა და მაგარი დაზღვევა გააკეთა, მაგარი ვარდნა იყო აქ გაშვებულ გოლს გადაგვარჩინა ბერიაშვილმა თავისი დროული ვარდნით. რა უნდა ვთქვა ეხლა რა კიდე რომ აუცილებლად მოსამატებელი აქვს საკლუბო დონეზეც უფრო სტაბილური უნდა გახდეს, უფრო ზუსტი, უფრო ხისტი და ეს მხოლოდ ორი მატჩი იყო და ბევრად უფრო ასე ვთქვათ ერთიანი ორგანიზმის ნაწილი გახდება სამომავლოდ. ორი მატჩით სიგიჟია ფეხბურთელზე დასკვნა დადო, ანუ წარმოუდგენელი არის რა, არ ხდება ესეთ რაღაც ფეხბურთში. ივაგელაშვილზე ვიტყვი ორი სიტყვას, ტრავმის გამო ჩაერთო შეხვედრაში ლიეტუვასთან მეორე მატჩში და ცოტა დრო მიიღო, თუმცა საკმაოდ დამაჯერებლად შევიდა და ძალიან ასე ვთქვათ 7 და დროული იყო დაზღვევებზე გადადიოდა, კარგი ვარდნები ჰქონდა და მე მგონი დაცვის ხაზში, ანუ თუ 5 მცველით ვითამაშებთ, საკმაოდ ბევრი ცენტრალური მცველი ყავს, გელაშვილი, ბერიაშვილი, კადრანი, გოგლიჩიძე, დვალი, ლოჩოშვილი, კაკაბაძესაც შეუძლია სამცველში უკან თამაში. ანუ ამ ხრივ მე კატასტროფას ვერ ვხედავ და პრობლემას. პრობლემები უფრო სხვა პოზიციებზე გვაქვს და ეხლა მაგაზე გადავალ. ახლა ორი წამის საქმეს შეგახსენებთ, აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, დღეს განსაკუთრებით ჭირდება თქვენი თანადგომა, უეჭველი მეტი ლაიქი გვინდა, მეტი კომენტარი, მეტი ლაიქი, ესე მოქმედებს YouTube-ის ალგორითმი და გაცილებით მეტ ადამიანამდე მივა ჩვენი ხმა, ჩვენი community-ს, რას ვჯელობთ, რას ვხედავთ, მოკლედ ძალიან დარწმუნებული ვარ, რომ ჯანსაღად უდგებით საფეხბურთო თემებს და ძალიან საყვარელი პროცესი არის ჩემთვის თქვენი კომენტარების გაცნობა ყოველი ვიდეოს შემდეგ. გადავიდეთ მომდევნო ნაწილზე. ბევრი ეპიზოდი ქონდა ისეთი გიზის ამ შეხვედრაში, რომ ეს 1-1-ზე ბრძოლები, 1-2-ზე, 1-3-ზე აი ფიზიკურად ძლიერი არის. 191 არის სიმაღლეში. კარგი მონაცემები აქვს. ამპლუით არის ცენტრალური ნახევარმცველი, შემტევი, 8 ნომერს კარგად თამაშობს, ან ფორვარდის უკანაც შეუძლია ითამაშოს. მარჯვენა ნახევარმცველად თამაშის გამოცდილება აქვს იბერიაში. თუმცა არა იმხელა რომ რაღაცა თქვა რომ აი ეს კაცი ნახევარმცველია ფლანგის და მოდი ვინგბეკად დავაყენოთო რა. ანუ ფლანგის ფეხბურთელის სისწრაფე არ აქვს გიზის. განსაკუთრებით სისწრაფე და ადგილიდან სწრაფად მოწყვეტა მოეთხოვება ვინგბეკს. აი გავიხსენე დენზელ დუმფრისი ხო მაგალითად რო ავიღოთ. ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი არის გრიმალდო არის მაგალითად ლევერკუზენში გვინახავს ხო ეგეთ ფეხბურთელი, ფრიმპონგი იყო ლევერკუზენში და არიან ეგეთ ფეხბურთელი ვინგბეკები ზოგადად ვინგბეკებს ეგ მოეთხოვებათ რა, წინ და უკან უნდა იბინონ გაუჩერებლად და მოეთხოვებათ სისწრაფე და საერთოდ სხვა რაღაცაა, როდესაც ფეხბურთელს 4-3-3-ში ან 4-4-2-ში მარჯვენა ნახევარმცველად თამაშის გამოცდილება აქვს და კარიერის ძირითადი ნაწილი საერთოდ ცენტრში აქვს ატარებული და გრაცის შტურმშიც სწორედ ცენტრში იყენებენ შემტევად და საკმაოდ კარგად თამაშობს და ანუ ესეთი ტესტი რაც იყო რა, გატესტა ვილიმ ცოტათი არის გაუგებარი. კი ბატონო, ამხანაგურია, რაღაცა გამოცადა, ნახა, მოეწონა, არ მოეწონა, სხვა თემაა. ამაზე რაღაცა ქვისროლა და ცეცხლის მოკიდება არ ღირს, ანუ არ არის იმხელა პრობლემა ეს საკითხი. თუმცა, როდესაც ყავს გოშოლეიშვილი, რომელსაც აქვს კოლოსალური გამოცდილება მარჯვენა ფლანგზე თამაშის და რატომღაც შარშან გვახსოვს, ხო, წინა ციკლში თურქეთთან და ესპანეთთან ჯერ მარცხენა ვინგბეკად დააყენა 5 წელში ესპანეთთან, მერე 4 წელში თურქეთთან სტუმრად უკვე მარცხენა მცველად.
როცა კაცი თამაშობს მარჯვნიდან, თავის პოზიციაზე თითქმის არ უწევს თამაში საქართველოს ნაკრებში. ჰამბურგში ძალიან კარგი სეზონი აქვს, ტრამვებს თითქმის არ იღებს, ფიზიკურად კარგ კონდიციებშია და ასეთ ფეხბურთელს საერთოდ არ ვაკარებთ ზედოთ შემდგომას ტაიმსაც არ ვანდობთ. ასევე არის ცოტნე კაპანაძე, რომელზეც ცოცხლიანში ვსაუბრობთ, კონტრშეტევაში მედად იმამაც ბევრჯერ ვისაუბრეთ. ფეხბურთელი, რომელიც ძალიან ისეთი სტაბილურია, სათამაშო პრაქტიკა აქვს, ლეგიონერია, გოლები გააქვს, შეტევაში კარგია და ნაკრებში შანსი არ ეძლევა ესეთ ამხანაგურებში ისრაელთან და ლიტვასთან. ეს ცოტათი გაუგებარი არის. აი, მაგალითად დავიღოთ ვლადიმერ მამუჩაშვილი, ძალიან დიდ პატივს ვცემ მამუჩაშვილს არაფსავრეთში, პირიქით, შრომელი, ისეთი პროფესიონალი ფეხბურთელია სამაგალითო, რომელიც თავის საქმეს იდეალურად ასრულებს, რაც შეუძლია მის შესაძლებლობებში არის, იმას მაქსიმუმს დებს. ვერ ვიტყვით, რომ ამ ფეხბურთელმა როდესმე რამე დააკლო და ზერელე დამოკიდებულება გამოიჩინა. მაგრამ ესეთი ამხანაგური როცა არის, ახალი კადრები გვაინტერესებს. აი თუნდაც მამუჩაშვილის ნაცვლად რომ ნაკრებში გვეხილა იგივე ცოტნე კაპანაძე. ამით რა დაშავდებოდა პირიქით, ანუ უფრო მეტად გამოცდიდით ახალ კადრს, რომელიც ჯერ საქმეში არ გვინახავს და საქმეს წავიგდებდით წინ. ცოტათი გაუგებარი არის ამდენი ძველი კადრი ესეთ არაფრის მომცემ შეხვედრებში, სადაც პირიქით ტესტირება და გამოცდა გჭირდება, ისევ ძველ ხალხს იძახებდა, არაფერს არ გაძლევს საერთოდ მათ თამაში. ეს გაუგებარია ჩემთვის, თქვენ რას ფიქრობთ ამაზე? კომენტარები დაწერეთ და გიზის დაუბრუნდები ისევ მამაგეიშვილი სამომავლოდ კიდევ ერთხელ კიდეიშვილი და ჩაკვედაც ტრამვებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელები არიან და ხან ერთი არა, ხან მეორე, ხან ორივე არა, აუცილებლად გჭირდება გიზის სტილის ნიჭიერი შემტევი ტექნიკური ფეხბურთელი ნახევარმცველი ამ პოზიციაზე. იმიტომ რომ როცა მექვაბიშვილი გაგნიძის დუეტით თამაშობთ ერთად, ძალიან გვიჭირს ბურთის ამოტანა და ამორ ფეხბურთელმა ერთად არ უნდა ითამაშოს, რომელიმე უნდა იდგეს ცენტრში. ერთად არ შეიძლება, იმიტომ რომ შემდეგ ძალიან არაკრეატიული ხდება ჩვენი ნახევარდაცვის ხაზი. და იმის ფუფუნება არ გვაქვს, რომ მამაგეიშვილი ფლანგის ფეხბურთელად გადავაკეთოთ. ჯერ ეს ერთი არ გვჭირდება საერთოდ. და სადაც რეალურად გვიჭირს, ნახევარდაცვის ცენტრი არის ჩვენთვის პრობლემა. ანუ ეს აქედან იქნება ჩვენი ნაკრების თამაში. ხვიჩასაც მაგარი პრობლემები ექნება შემდეგ, როცა ნახევარდაცვას ბურთი შესაბამისად ვერ ამოაქვს და ურთაბრძოლებს ვერ იგებს. მოკლედ მე გიზის მომავალში ნახევარდაცვაში ველოდები და ძალიან თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი კიდევ უფრო მოუმატებს და მაგრად გამოგვადგება. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით? კომენტარებს ველოდები. სანიელმა დაღლა ახსენა მეორე ტაიმში ისრაელთან შეხვედრაში და აი მეორე გოლი როცა გავიდა ჩვენს კარში, ხედავთ აი აქ კადრს, საყრდენი ზონა აქ სივრცეს ტოვებს შუაში, მექვაბიშვილი და გაგნიძე. ორი ოფცია აქვს, ანუ ორი ვარიანტი აქვს მეტოქეს, აქ შეაგდოს ბურთი ამ სივრცეში, იმიტომ რომ საყრდენები ჩავარდნენ და იქეთ დაცვის მარჯვენა ფლანგისკენ გადრანი მამაგეიშვილის შორის სივრცეა გაჩენილი, სადაც შერბის მეტოქის ფორვარდი. კეთდება პასი შემდეგ და მამაგეიშვილი აკეთებს ვარდნას, ბოლომდე ვერ აფარებს, ოდნავ აგვიანებს და შემდეგ რიკოშეტის შედეგად გავდის გოლი. აქ რა უნდა ვთქვა, ვილი მახსენა, რომ მეორე ტაიმში ჩემთვის მოულოდნელად ფეხბურთელებს დაიწყო დაღლაო. მე დაღლის გარდა ზოგადად დაღლა არა და სხვა პრობლემები შემნიშნე და წეღან ახსენი რა პრობლემებიც ჰქონდა. და მე მგონი გასაგებად ახსენი რატომ იყო ეს ყველაფერი, საიდან იყო განპირობებული. ვერ უწევდით ვერც ერთი პოზიციიდან გარდა მარცხენა ფლანგისა. და თუ გონია და თვლი წვრთნელი რომ დაიღალა ვინმე, რავი, ამხანაგური მატჩი იყო, შეთანხმებულები იყვნენ ულიმიტო ცვლილებებზე და მეტოქემ განახორციელა 8 შეცვალა, ჩვენ მარტო 4. ანუ ორჯერ მეტი ფეხბურთელი გამოიყვანეს დასვენებული და რავი, შენ შეიძლება დაღლილიყავ მეტად და ის არა. და ძალიან ლოგიკური არის ასეთ მომენტში, რომ მეტოქეს ჩვენზე მეტი ენერგია შემორჩენოდა, იმიტომ რომ ორჯერ მეტი ცვლილება გააკეთა და ეგ ამ შემთხვევაში სასურველი იქნებოდა, რომ მეტად მიგვემართა ცვლილებებისთვის. რა ვნახეთ ლიეტუვასთან შეხვედრაში? პირველი თვალში გვეცა, აქ ერთგვარი პირდაპირ დანახვა მოხდა პრობლემის აღიარება, დროულად იმოქმედა ჩვენ სამშობლო სტაბმა. ჩაკვედაძე იყო ძირთადში, რომელიც არ მოქმედებდა ისე წინ, როგორც კიტეიშვილი, ჩაკვე იყო ძალიან უკან, მექვაბიშვილთან ერთად და ბურთის ამოტანის მხრივ ამჯერად პრობლემები არ შექმნია, აი აქ კადრი მინდა განახოთ. აზაროვი ჩაკვედაძე კვარაცხელიას საკმაოდ ლამაზი ეპიზოდი იყო, ხვიჩას მოქმედებას დააკვირდით, იმ წამსვე რამდენიმე პასით ადრე მიხვდა რა კომბინაციას გაითამაშებდნენ გუნდელები და ძალიან მაგრად გაიხსნა და ჩაკვემაც ერთი შეხებით ულამაზესად გააყოლა და შემდეგ ეს ეპიზოდი გვახსოვს, მე გოლი არ გასულა აქედან. მაგრამ მაგალითად ნახე თუ რა ადვილად აქ ქონდა ბურთი მეტოქის ნახევარზე და რამხელა ფუფუნება და ის და კიდეიშვილი ვარი ხოლმე ხო საერთოდ
არ ვიცი. ეს იყო პირველი დეტალი, რაც შევნიშნეთ და ეს კარგი იყო. ამ შეხვედრაში ვითამაშეთ უკვე 3-4-3, ორი ნახევარმცველი იყო მხოლოდ ცენტრში. ზურიკო დაემატა ძირითადად და დავინახეთ, რომ ზურიკო ცოტათი ამოვარდნილია, ცოტათი კი არა, მაგარი ამოვარდნილია ბოლო პერიოდში. ვილიმაც აღნიშნა პრესკონფერენციაზე, რომ მისი მცირე სათამაშო დრო განპირობებული იქიდან, რომ ბოლო დროს ეროვნულში ისეთ დონეზე ვერ თამაშობს, როგორიც შეუძლია, ხო და რასაც ვილითო. ლოგიკურია ეს. ვერ ჩაჯდა ამ ხუთცველიან სქემაში დავითაშვილი და ალბათ სამომავლოდ კვლავ სათადარიგო როლს მოიგებს და უკვე მე ცვლილებაზე შემოვახოლმე რა. ყველა ვარიანტში ცენტრში გვესაჭიროება 3 ნახევარმცველიან. 5-3-2 ეს ტაქტიკა არის ჩვენი. კუთხურის თემას მინდა ეხა შევეხო. ისრაელთან ნახეთ, კვარა ჩაწვდება და ლოჩოშვილს ხარი ხარ, შემდეგ ანუ გატანა შეეძლო, ძელს მოხვდა და აქ ლიეტუვასთან საერთოდ ფანტასტიკური გათამაშება იყო. უმაღლესი დონის კლუბებისგან თუ მინახავს, ხოლო მე ჩვენი ნაკრების შესრულებით არ მახსენდება, თუ ვინმეს გახსოვთ, თუნდაც უფროსი ასაკის მაყურებლებს, დაწერეთ კომენტარებში, მე ვერ ვიხსენებ. ეს იყო, ხედავთ კადრსაც, აშკარად დამუშავებული იყო ვარჯიშზე, ძალიან კრეატიული და აქ ხვიჩავთ, ცოტათი დააგვიანა მოქმედება, პასი გადაწყვიტა, რომ დაერტყა, შეიძლება გასულიყო და ძალიან მაგარ შედევრს ვიღებდით. და იმედი მაქვს, რომ ესეთი რაღაცები თუ შეგვიძლია, სამომავლოდაც გავაგრძელებთ, იმიტომ რომ სტანდარტულები არის ის იარაღი, რომელსაც აქამდე არასდროს ვიყენებდით. სირაძეც გაქონდა ადრე თავით გოლები და იმის მერე არ გვინახავს. მოკლედ ამ მხრივ სიახლეებს ველოდებით ეს კაი გამონათება იყო და დიდი იმედი მაქვს, რომ გაგრძელდება ამ მხრივ მუშაობა. ეხლა შეგახსენებთ, რომ 1500 გამომწერი გვაკლია 50000-მდე და PlayStation 5 გათამაშდება. დაგვეხმარეთ, რომ 50000 ავიდეთ. ბოლოში მაისურებსაც გავათამაშებთ, დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, აუცილებლად უნდა ავიდეთ 2000 ლაიქზე. ეხლა უნდა შევეხო რამდენიმე ფეხბურთელს ცალ-ცალკე თქვენი საყვარელი ნაწილია და თქვენს ასე ვთქვათ მოთხოვნებს ყოველთვის ვითვალისწინებ. პირველ რიგში უნდა ვახსენო კვერნაძე მცირე სათამაშო დროით იყო ეხლა ამ ორივე მატჩში, თუმცა როცა შემოვიდა დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, კარგ ფორმაშია ფროზინონეში, ძალიან სწრაფია, შეუძლია ხრიანზე ითამაშოს, მაგრამ მისი საყვარელი პოზიცია მაინც მარცხნივ არის და რაღაცა გადაადგილებები ვნახეთ ხვიჩაც ცრუცხრიანად შეწია ვილიმ რამდენჯერმე და კვერნაძეს მარცხნივ შანსი ვისა და რაღაც საინტერესო იყო რა. ეს ბიჭი არ არის, მოკლედ მისავიწყებელი და კარგი უნარები აქვს და კიდე მოუმატებს დარწმუნებული ვარ. საკმაოდ ახალგაზრდაა და თავის ფიზიკური მონაცემიდან გამომდინარე, სამომავლოდ და ძალიან ახლო მომავალში, მაგრამ ძალიან სახიფათო თავდამსხმელი შეემატება საქართველოს ნაკრებს. მარცხენა ვინგბექის პოზიციაზე უნდა თქვა უცებრად, რომ აზაროვი წიტაიშვილის თემაში აქ ძალიან გადაძალა წიტაიშვილმა, გაცილებით აქტიური და დამაჯერებელი იყო წინას და უკანაც, ვიდრე აზაროვი. ანუ აზაროვს აშკარად ჭირდება შახტარიდან წასვლა და სათამაშო პრაქტიკის მქონე გუნდში მოხვედრა, იმიტომ რომ მისი ნიჭის შესახებ ყველას მოგეხსენებათ და როცა ასეთი უთამაშებელია, დიდი რისკია მისი ძირითადში დაყენება. იეგოიანის საკითხს უნდა შევეხო, რა თქმა უნდა, ბევრი თქვენგანი წერდა ამაზე. კონცერტებაშიც განვიხილეთ მე და დიმამ და მოდი ჯერ რა თქვა მისმა მთავარმოწმებელმა რამაზ სვანაძემ ჯერ ეს ვნახოთ და შემდეგ გავაგზავნებ უკვე ამ თემის განხილვას. ინტენსიურობითა და ფეთქებადობით ევროპულ ფეხბურთთან ძალიან ახლოსაა. ასეთი ფეხბურთელი ჩვენ ბევრი გვჭირდება ასაკობრივ ნაკრებებსა და ეროვნულ გუნდში. ირაკლი იეგოიანი ის ფეხბურთელია, რომელიც ეროვნულ ნაკრებთან ძალიან ახლოსაა. თუმცა როდის მოხდება მისი ეროვნულ გუნდში მიწვევა, ეს თავიდან ბოლომდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადასაწყვეტია. ეს იყო რამაზ სვანაძის კომენტარი 21 წლამდელების შეხვედრების ირგვლივ პრესკონფერენციაზე თქვა და სავსებით უთანხმები, მთავარ მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, როდის დააწინაურებს 21-დან კონკრეტულ კადრს. ამჯერად მესმის ნაწილობრივ ვეთანხმები ვილის, რომ დაუთმო 21-ებს, მოსაგები თამაში ქონდა, იქ კაცი გაუგდეს ვერ მოიგეს, ეგ სხვა თემაა. მაგრამ ივნისის შეხვედრებისკენ ნელ-ნელა წავედი, ხო? რუმინეთს ვეთამაშებით, ეს ცნობილია, მეორე ამხანაგურიც დაიგეგმება, რომელიც ჩემი აზრით, ანუ მინიმუმ რუმინეთის დონის უნდა იყოს ის მეორე გუნდიც, თუ უფრო ძლიერი არა და რატომ? შარშან ხო ყველას გვახსოვს ის ფატალური შეცდომა, რაც ფარერებთან და კაბო-ვერდესთან გავაკეთეთ, არაფრის მომცემი მეტოქები იყო და სათადარიგო ნაკრები ვათამაშეთ მათთან, რამაც არაფერი მოგვცა და საბოლოოდ სექტემბერში მე გაგვანადგურა თურქეთმა. ისეთი პერიოდი ჩანს, რომ მგონი ეს შეცდომები გაითვალისწინა ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა, იმიტომ რომ რუმინეთთან რადგან ჩაინიშნა შეხვედრა, რომელიც საკმაოდ კარგი გუნდია და ადვილად არაფერს დაგითმობს, მეორე მატჩი ყველა ვარიანტში უნდა იყოს იგივე დონის ან უფრო ძლიერი, იეგოიანი უნდა იქნას გამოძახებული აუცილებლად, ორივე მატჩში უნდა მიიღოს მონაწილეობა და მისი ინტეგრირება უნდა მოხდეს ეროვნულ ნაკრებში.
წეღან მამაგეიშვილზე სწორედ ამიტომ ვისაუბრე, რომ კადრები ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოს ნაკრებს შეიძლება ბევრ პოზიციაზე გვაქვს პრობლემა, მაგრამ რომ დავალაგოთ პირველიდან 10-მდე რომ დავიწყოთ რა, პირველ ადგილზე დგას ჩემი აზრით და ალბათ თქვენს მეთანხმებით, რომ ნახევარდაცვა ცენტრი განაგებს ჩვენი გუნდის თამაშს და ქმნის ამით. კიტე და ჩაკვერო ამდენად დიდი როლისანი არიან და ხშირად იმტრება ორივე უეჭველი უნდა მოხდეს გათვალისწინება და მოძიება კადრების. ამიტომ გვესაჭიროება გიზი მამაგეიშვილი ცენტრში, ამიტომ უნდა მოხდეს ნაკრებში გამოძახება ეგოიანის, რომელიც ერედივიზიონში ნიდერლანდებში ძალიან მაგარ სეზონს ატარებს, არის კრეატიული, ტექნიკური ტრავმებს არიღებს, ბურთთან შენობით საუბრობს და ეს კადრი უნდა გამოვიყენოთ. თუ ივნისში ამ ფეხბურთელს არ გამოიძახებენ ნაკრებში, ეს იქნება უდიდესი შეცდომა. თუმცა რაც არ მოხდა, იმაზე წინასწარ ვერ ვისაუბრებ, ამაზე უკვე მოგვიანებით. ძალიან დიდი იმედი მაქვს და ასე ვთქვათ, ჩემი ერთგვარი შიში არის ეს რა, რომ ეს ორი მნიშვნელოვანი რამ, მარჯვენა ფლანგის თემა და ცენტრალური ნახევარმცველის შემტევი და მოკლედ ცენტრალური ნახევარმცველის საკითხი. ეს ორი რამ არის სწრაფად და დროულად მოსაგვარებელი გადასაჭრებელი ივნისისთვის, გადასაჭრელი. რათა ყველაფერი რიგზე იყოს სექტემბრისთვის და მშვიდად დაველოდოთ იმ სამკვდრო სასიცოცხლო მატჩებს და შეგახსენებთ, რომ ზედიზედ 4 შეხვედრას ჩავატარებთ. ახალი ფორმატი არის. ერთი სანაკრებო პაუზა გაუქმდა. იქნება მხოლოდ 2, 4 მატჩი იქნება სექტემბერ-ოქტომბერში და 2 იქნება ნოემბერში. და ხვდებით ხო, ზედიზედ 4 თამაშს რამხელა მნიშვნელობა აქვს. ასე რომ ექსპერიმენტების და დაუდებარი ნაბიჯების დრო წარსულს უნდა ჩაობაროთ და ეს შანსი არ უნდა გავანიაობთ, ამის უფლება არავის აქვს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თლიანად ქართულ ფეხბურთს და ნაკრებს ვინც ეხება ელემენტარული რაიმე მოვალეობა თუ გააჩნია, ფეხბურთელია, წვრთნელია თუ ვინც არ უნდა იყოს, არავის აღარ აქვს უკვე შეცდომის დაშვების უფლება. წეღანაც ვახსენე, რომ საკმაოდ ნორმალური რესურსი გვაქვს ჩვენ საქართველოს ნაკრებიდან, არ ვართ ესპანეთი და ბრაზილია, ეს გასაგებია, მაგრამ რა რესურსიც გვაქვს, ეს თაობა, ხვიჩას თაობა რაც არის, შეგვიძლია რომ ვითამაშოთ გააზრებული ფეხბურთი და რამდენიმე პასი გადავაბათ და ელემენტარულად კრეატიული შეტევები ვნახოთ. ანუ გვინახავს, გაგვიკეთებია და ჯერა რომ მომავალშიც გავაკეთებთ ამას. რაღაცა ნაკლოვანება გვაქვს და კითხვის ნიშნები რომ იყოს, ხო მიცნობთ მე, არ მომერიდება არაფრის თქმა. გამორიცხულია რომ ქართულ ფეხბურთთან დაკავშირებით რაიმე სათქმელი იყოს და მე ვინმეს მომერიდოს. რახან ვამბობ რომ ქართულ ფეხბურთელებს შეუძლიათ რომ საინტერესოდ ითამაშონ, ესე იგი ეს ასეა. თუ ვინმეს არ ჯერა ამის და ვერ თამაშობ და არ შეგვიძლია და ასე შემდეგ, კარი ეგერ იქეთ არის, ღია და შეუძლია გაუყვეს ნებისმიერი ვინც იქნება. და მოიძებნებიან ენთუზიაზმითა და სურვილით ახსავსე ადამიანები რა. მე ოპტიმიზმისკენ ვარ ყოველთვის, პრობლემებსაც ვხედავ, აღნიშნავ, ვაღიარებ კარგსაც და ცუდსაც. ამჯერად ვამბობ, რომ უნგრეთთან, უკრაინასთან და ჩრდილოეთ ირლანდიასთან ამ ფორმაციის ნაკრებს თამაში შეუძლია. ვინც ამბობს, რომ არ შეგვიძლია და არ ვიცი, ილუზიებში ვართ, ნებისმიერ თქვენგანს ვიწვევ დებატებში მოვიდეს დამიჯდეს, თუნდაც მე მოვალ, პრობლემა არ არის, მაგრამ მე ვამბობ, რომ შეგვიძლია. ასევე სახსენებელი არის ოდიშარია, იგივე ლომინაძე, ზოგადად საქართველოს ნაკრებს კარგი პრაქტიკა აქვს, რომ ვაისის დროიდან მიმართავთ, ვილისას აქვს ეს გაკეთებული და რას გულისხმობ. ფეხბურთელები, რომლებიც იყვნენ ტრავმირებული, უგუნდოდ, ან ძალიან ისეთ რთულ ვითარებაში, ნაკრებმა ხელი წაუკრა, ხელი მოუმართა, მაინც გამოიძახეს, ნუ არ იყვნენ ფორმაში და გამოსაძახებლები, მაგრამ ეს არის თანადგომა, გამოიძახეს, ათამაშეს, დაინახეს იქ სკაუტებმა, კლუბებმა, საერთოდ სხვა რაღაცაა, როცა ნაკრებში გიძახებენ და გათამაშებენ რა, ეს ვისაც ფეხბურთი უთამაშია, დამეთანხმებით. და ეს ბიჭები ჩემი აზრით იჩაგრებიან, განსაკუთრებით ოდიშარიაზე მინდა თქვა, რომ ძალიან დიდ პატივს ვცემ მის პროფესიონალიზმს, გამოსადეგი კადრია ფეხბურთელი, რომელიც ორ რადიკალურად განსხვავებულ პოზიციებს თამაშობს, მარჯვენა გარემარბს თამაშობს, 21 წლამდეებშიც თამაშია და კლუბშიც და ასევე ხუთცველიან სქემაში მარცხენა ვინგბექს. არის ფიზიკურად ძლიერი, კრეატიული, ტექნიკური, მშრომელი, წინ და უკან თანაბრად თამაშობს. ბოლო პერიოდში ტრავმა ჰქონდა, გრანადაში ტრანსფერი ჩაეშალა და კლუბთან ცოტა ურთიერთობა აერია ამის გამო, ანუ ძალიან ისეთი არასასიამოვნო რამ მოხდა, იმიტომ რომ ლა ლიგაში რო გადასული იყო, აფექტებოდა და დარწმუნებული ვარ, თუმცა ბოლო პერიოდში თამაში განაახლა, საგოლე პასებიც გააკეთა, მოკლედ ფორმას იბრუნებს და ჩემი დიდი სურვილი იქნება, რომ ივნისის სამხანაგურ მატჩებში შანსი მასაც მიეცეს, ისევე როგორც ლომინაძეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ შეიძლება ვიღაცებს აბსოლუტური იგნორი გაუკეთოთ და რიგმა ფეხბურთელებმა, არ მინდა
სახელებით შემოიფარგლო, ზედმეტი შანსი მიიღონ რა. ეს ჩემი აზრით ცოტა გულის ტკენის მომენტი და წყენის რა და ეს არ უნდა მოვიქცეთ ფეხბურთელებს არ დაუმსახურებიათ ნამდვილად არც ერთ მათგანს. ეს იყო ჩემი სათქმელი და თქვენ კომენტარების რა თქმა უნდა შეგიძლიათ დაწეროთ ამ თემაზე რას ფიქრობთ. დაველოდოთ ივნის ყველაფერი უნდა იყოს ხუთიანზე, სამწუთოში აბა უნდა გააკეთოს თავის საქმე, ფეხბურთელებმა თავის საქმე. ფორმაში უნდა იყვნენ ბიჭები აუცილებლად, სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია, ქოჩორა რო დავკარგეთ, მსგავსი რაღაცები მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ, იმიტომ რომ უთამაშებელი ფეხბურთელი ნაკრებისთვის დაკარგული შანსი და კადრია. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. თქვენ ამ თემაზე რას ფიქრობთ? აუცილებლად დააფიქსირეთ კომენტარები. ძალიან მაინტერესებს აი ამ ძალიან კრიტიკულ თემასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება. მივედაქით გათამაშების თემას 2000 ლაიქზე უეჭველი ავდივარ დღეს რათა ჩაირთოს გათამაშება და 20 თქვენგანი მოიგებს ძალიან მაგარ მაისურს კლუბი ნაკრები რეტროს სულ ერთია კომენტარებში დაფიქსირდით როგორც კი 2000 ლაიქზე ავალთ გათამაშება ჩაირთვება წესები მარტივია ასე რომ ბევრი ლაიქი და თქვენი კომენტარები რაც შეეხება ბონუს PlayStation 5-ს წეღანაც აღნიშნე 1500 გამომწერი გვაკლია 50000-მდე როგორც კი ავალთ რომელ ვიდეოშიც ეს არ უნდა მოხდეს წესებსაც ეგრევე შემოგთავაზებთ და PlayStation 5-ს ერთ-ერთი თქვენგანი მოიგებს. როგორი პრიზი არის, მე მგონი ძალიან მაგარი. მოკლედ გავედით ბოლოში და გეტყვით, რომ სრულცხიანი მალე საინტერესო თემი დაბრუნდება და რა თემა არის, არ არის რთული გამოსაცნობი, ჩემპიონთა ლიგის ცეცხლოვანი მეოთხედფინალები გველოდება. კვარაცხელია მამარდაშვილის წინააღმდეგ და ლივერპულს სწორედ ხვიჩას ფლანგისკენ უჭირს და ბევრ სივრცეებს ტოვებენ. ასე რომ შეიძლება ბევრი მომენტი ვიხილოთ მარცხნიდან კვარას გასროლა და მამარდას სეივები. მაგარი ამბები გველოდება, აბა დროებით და დაელოდეთ სრულცხიანის ახალ ცხელ ვიდეოებს.